არასდროს არ მიფიქრია წასვლაზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ჩვენ მე ჩემს მეგობრებს და ადამიანებს რომლებიც გარშემო მყავს შეგვიძლია და გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ შევქმნათ ის ნორმალური საზოგადოება საიდანაც წასვლა არ ენდომებათ ადამიანებს. Გავარ მე პირადად რუსთაველზე იმისთვის რომ ვიცხოვრო და მქონდეს ისეთი ქვეყანა სადაც ყველას ექნება საშუალება რომ მიიღოს თანაბარი უფლებები, ცხოვროს ღირსეულად და იყოს მშვიდად. დარწმუნებული ვარ ემიგრანტებს არჩევანი რო ქონოდათ აქ ყოფნას ჩვენს გვერდით ყოფნას აირჩევდნენ. თავს მოვალედაც ვთვლი რომ მათ მაგივრად ვიდგე, მათი ხმას გავაჟღერო და ზუსტად ეს არის ჩემი მთავარი მიზანი რომ არ წავიდე და დავრჩე აქ. ქვეყანა წასვლას არ ვგეგმავ. არც ახლა და არც მერე. არც უახლოეს მომავალში, არც შორეულ მომავალში. პრეზი მაქვს 26 ოქტომბრიდან მოყოლებული. მაგრამ ანუ რაღაცნაირად თავის ძალა დავატანე. ფრუსტრაცია გადამეზარდა ბრაზში. ხო და ესე გაბრაზებული დავდივარ რუსთაველზე ყოველ დღე და ყოველ ღამე. და გაბრაზებული ვრჩები ქვეყანაში კი. გაბრაზებული მაგრამ მაინც სიყვარული. დედაჩემი არის ემიგრანტი. დედაჩემი არ მინახავს 7-8 წელია. არჩევნებზე რომ მივდიოდი, ერთ-ერთი კი არა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც წავედი, იყო ის, რომ მინდა რომ დედაჩემი მალე ვნახორავი. მე მგონი რაღაც ბევრს არაფერს ვითხოვ. უსამართლობა მგონია, აი ძალიან უსამართლობა, ძალიან დიდი უსამართლობა მგონია, რომ ადამიანების გამო ვისაც 12 წელი არ იყო ეს რაღაცა ჩაგდებული ხელში. რატო არ უნდა გიყოს 12 წელი? რატო ბაილით ვერ უნდა გაძღე, ხო? რატო უნდა ჩავყარო ესეთ მდგომარეობაში ყველა? ხო და ნუ მაგიტო რა ჯინაზე. აი თუ კაია თვითონ წავიდნენ. აქ გვინდა რომ ის ყველაფერი გქონდეს, რაც სხვაგან არის, იმიტომ რომ რატო არ უნდა გქონდეს ხო აქ? აი ძალიან მარტივია, აი რატო არ უნდა გქონდეს? ჩვენი საქართველოა აქ და არა მაგათი. არ ვაპირებ ამ ქვეყნის დატოვებას და რუსებისთვის დატოვებას. ჯამში რამოდენიმე მიზეზი არის, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამ ქვეყანაში გავჩერდე. ერთი არის ის, რომ ადამიანებს და სივრცეს ხედავ, ვისთანაც ბრძოლის შანსი და ბრძოლის აზრი არსებობს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანას ბევრი პრობლემა ქონია, ბევრი ქარტეხი გადაულია და არას არ დანებებულა. თითოეული ადამიანის, თითოეული ინდივიდის ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის და საბოლოო ჯამში შევძლებთ იმას, რაც ქვეყანაში გვინდა რომ იყოს რა, ეს არის თავისუფლება ადამიანის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ღირსეულად ცხოვრება და ღირსეული მომავალი ამ ქვეყნის. ყოველ ჯერზე ვხვდები რომ უფრო და უფრო მეტად მინდა რომ აქ ვიყო და აქ მივაქციო იმას, რისთვისაც ყველა ადამიანი იბრძვის დღეს. მე ვარ 5 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონას დედა. ჯერ სულ ახლახანს დაიწყო 2 სიტყვიანი წინადადებების გადაბმა და უფრო პატარა ასაკში, სადღაც 3 წლის რო იყო, ინგლისურად უფრო მეტ სიტყვას ეძახდა ვიდრე ქართულად და რამდენჯერაც თუნდაც ერთი წამით აქედან წასვლა გავივლე, ვხვდები რომ შეიძლება იქ სადაც დავსახლდები ბავშვისთვის ყველაფერი კარგად წავიდეს და კარგი სერვისი მიიღოს და ასე შემდეგ. მაგრამ იმის გაფიქრებაც კი რომ შეიძლება ვეღარ დაილაპარაკოს ქართულად, იმიტომ რომ იმენაც ისწავლის ძალიან მტკენს გულს და მირჩევნია აქ ვიბრძოლო და ჩემი შვილი აქაური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. რთულია, მაგრამ არავითარი სხვა სამშობლო მე არ გამაჩნია.